ელამის მეფე ქიდოლოიმერს დამორჩილებული ყავდა სოდომის 5 ქალაქ-სახელმწიფო. ამ ქალაქ-სახელმწიფოების 5 მეფე 12 წელი უსიტყვოდ ემორჩილებოდა მას. მე-13 წელს მათ აჯანყება წამოიწეს. მე-14 წელს ქიდოლოიმერი თავისი მოკავშირეებით დაიძრა ქანაანისკენ. მან გზად დახოცა რეფაელები, ემიმები, ზუზიმები, ამორელები და ასე შემდეგ მრავალი ნეფილიმური წარმოშობის ხალხი, ვინც სახლობდა ქანაანში. ამ ტერიტორიის გავლის შემდეგ ქიდოლოიმერი შედის სოდომის სამეფოში, კერძოდ სიდიმის ველზე, სადაც იყო ბიტუმის ორმოები. 5 მეფე ამ ველზე გამოვიდა მის წინააღმდეგ საომრად. ესენი იყვნენ სოდომის მეფე ბერა, გომორის მეფე ბირშა, ადმის მეფე შენაბი, ცევოიმის მეფე შემებერი და ზოარის მეფე ბელა. ქიდოლოიმერის მხარეს კი იბრძოდნენ შინარის იგივე შუმერის მეფე ამრაფელი, ელასარის მეფე ეროქი და გოიმის იგივე ხეთების მეფე თიდეალი. სოდომის და გომორას სამეფო დამარცხდა. მოსახლეობა გაიქცა, ბევრი ჩავარდა ბიტუმის ორმოებში. ამ მყრობლებმა წაიღეს სოდომის და გომორას განძი და ქონება. ყვედ წაიყვანეს ხალხი, მათ შორის აბრაამის ძმისშვილი ლოტი. როცა აბრაამმა გაიგო ეს ამბავი, მან შეკრიბა 78 მეომარი და დაედევნა მათ დამასკოს მიდამოებთან. მოწყობილ კარავში აბრაამი და მისი 78 მეომარი შეიპარა და დაამარცხა ქიდოლოიმერი და მისი მოკავშირე მეფეები. გაათავისუფლა ლოტი და სხვა ტყვეები. აგრეთვე დაებრუნა წართმეული ქონება. ამის შემდეგ აბრაამს გზად ეგებება სალემის მეფე მელქისედეკი, რომელმაც დაალოცა იგი.